სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. ეხლა ღვთისმადლითა და შეწევნით განვლეთ მეტნაკლები სულიერი წარმატებით წმინდა დიდმარხვის პირველი შვიდეული და მივიახლეთ დაწინდელ კვირიაკეს. რა თქმა უნდა სიტყვის მასალად როდი ვამბობ, რომ ღვთისმადლით მოვიმოქმედეთ ეს ყველაფერი და შეწევნით, რადგან გარეშე მის როგორც თავადაც გვასწავლის არცა ერთი რაი ძალღვიც. ამიტომ პირველ ყოვლისა მადლობდეთ ღმერთს, რომ ცოცხლებით გვტოვებს და გვაძლევს არა მარტო დროჟამს, არამედ თავის წმინდა მადლს დავფიქრდეთ საკუთარ შეცდომებზე, მოვიქცეთ განვიწმინდა საბოლოოდ სვანდეთ. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ადამიანი უფრო მეტად ფიქრობს და ზრუნავს დღევანდელი დღისთვის. სავსებით თითქმის აღარ ფიქრობს მომავალზე. არც საკუთარ მომავალზე, არც ქვეყნიერების, არც ამ სოფლიურზე და არც ესთა სოფლისა. განვლეთ რა ასე თუ ისე ეს შვიდეული დაგვიდგა ყოველი ქრისტიანი გულისთვის სანატრელი დღესასწაული. კერძოდ მართლმადიდებლობის ზეიმი. დავით, მან და არ უნდა იდგე. ერთხელ მე ბოლოში გადაგაყენე. ყოველ შემთხვევაში ნუ მიდგები, შუაში ნუ დგები. რატომ მაქვს ამის საბაბი, როცა ვამბობ. საერთოდ ყველაფერი ეკლესიაში აგებულია მორჩილებაზე. და საკუთარი ჟინით კი არ მწყსის მღვდელი, თუ მღვდელთავარი, ქრისტეს ერთს ხალხს უსვამ. ეს არც იოანესია, არც ჩემი, არც სხვა გიორგისა. ეს არის ქრისტეს სამრევლო. ჩაგვაბარა უფალმა, როგორც იგავშიც გითხრა, გარკვეულ დროდაჟამამდე იფქლი დაგვირიგა, რომ დროჟამად მივცეთ მის მონებს. ანუ თქვენ ეს იფქლი, ანუ თქვილი ძველ ქართულად არის მადლის სულისა წმინდისა, რომელიც სხვადასხვა გზით ენიჭება ადამიანს. როგორც პირადი ღვაწლით, თქვათ მარხვა ვახსენეთ, მარხვაში, ლოცვით, მუხთა დრეკით, სულგზელებით, მოწყალებით, სტუმართმოყვარებით და სხვა, ასევე პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, საეკლესიო საიდუმლოებით. საწინდარი ამ მადლის მოგვეცა ნათლისღების, ანუ ნათლობის საიდუმლოებაში. მერმე და მერმე, თუ კი ვარ თუფლის ერთგული და კეთილი მონები, ეს 5 და 2 ტალანტი თუ ქანქარი უნდა გავამრავლოთ. რათა უფალმა უფრო მაღალზე დაგვადგინოს მეცე, მეტი მოგცეს და მოგვანიჭოს. საერთოდ ადამიანში ჩადებულია ეს, როგორც გითხარით, არაერთხელ სწრაფვა ღვთისაკენ, აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტად ესწრაფვის ღმერთს, უფრო მეტად ამრავლეს მასზე უფალი ღმერთი თავის წმინდა ნიშს, ანუ მადლს სული წმინდისას. შორს გაგვიტაცა საუბარმა აწინდელს დღესასწაულს არ მინდა მოვშორდეთ მის ნამდვილ შინაარს. დღევანდელ კვირას, ანუ დიდმარხვის პირველ კვირას, ეკლესია დღესასწაულობს მართლმადიდებლობის ზეიმად წოდებულ დღესასწაულს. სხვაგვარად, მართლმადიდებლობის კვირა ეწოდება დღევანდელ დღესასწაულს. ამ დღესასწაულის დაწესებას აქვს როგორც დოგმატური, ესრეთ ისტორიული საფუძველი. მას ჟამსაშინა თქვენ იცით გვიანდელ შუა საუკუნეებში სასტიკი დევნა დაიწყო წმინდა ხატების. ამ ერეს წვალებლობას დღეს ეკლესიის ისტორია უწოდებს ხატმებრძოლობის წვალებლობას. დაიწყო კი შემდეგნაირად. მაშინ ბიზანტიის კარზე იჯდა არა ბერძენი, არამედ წარმომავლობის სომეხი იმპერატორი ლევისავროსი, რომელიც ბირებული იქნა, ანუ მოსყიდულ ურიათაგან, ქრისტეს კვლელები რომ ქვიათ სულის კანონის ენით, დიდძალი ფული აიღო მათგან და მათი შეგონებით დაიწყო იგი დევნა ხატმებრძოლობის. მაგრამ ხატმებრძოლობა მარტო ჩვევა და ტრადიცია ღვთისმოსწავლობის სახელოდია მხოლოდ ეკლესიაში, არამედ დოგმატური თვალსაზრისით იგი უკავშირდება უმჭიდროესად სრულიად ქრისტიანულ სწავლებას, მთელ სისტემას ჩვენი მოძღვრებისა. აქედან გამომდინარე, ეს იყო დევნა არა მარტო ხატმებრძოლობის, როგორც ასეთი, არამედ დევნა იყო მართლმადიდებლობის, ჩვენი წმინდა სარწმუნოების. თქვენ იცით, რომ მრავალი ადამიანი გადაასახლეს, კონფისკაცია ჩაუტარეს ასეთ ხატთაყვანისებელ მართლმადიდებლებს. ზოგი დასაჯეს ფიზიკურად, ზოგი გადაასახლეს, ზოგი სიკვდილითაც კი მოკლეს.
ყველა ესენი, როგორც ღვთის სამწყსო, შევიდა ამ გზით ზეციურ სასუფეველში. და აი მადლობა ღმერთმა მოხედნა ხო ქრისტიანებზე, მიხედა მათ სინანულს, აღადგინა პირველ ყოვლისა ნეტარი დედოფალი ბიზანტიის ალექსანდრა, მისი ძე მიხეილი, სხვა შორის სვინაქსარში ისიც არის ნათქვამი, რომ ალექსანდრას ქმარმაც თეოფილე იმპერატორმა ინანა ბოლოს თავისი მწვალებლობა, მაგრამ უღიმღა მოიყო მისი სინანული, ამიტომ ის დასრულდა არა შენდობით, არამედ სიკვდილით. დანარჩენი კი უფალმა უწყის შემდგომად სიკვდილისა დაასახლა მისი სული. ასევე დიდი ღვაწლი გასწია საამისოდ იმდროინდელმა წმინდა მამამ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდიმ. მან საგანგებო წესიც კი შეადგინა ცოტა მოგვიანებით მართლმადიდებლური დღესასწაულის წესგანგებისა. ნიშნად იმისა, რომ წმინდა ხატების თაყვანისცემა აღდგა, ეს მოხდა დიდმარხვის დასაწყისში, მეთოდე პატრიარქის კურთხევით და მეფე დედოფლისა, პირველი შვიდეულის კვირას დაწესდა დღესასწაული, რომელსაც სულ ადრე ეწოდებოდა კრება, კვირიაკესი, უბრალოდ კრება და სხვა. რატო? იმიტომ რომ მაგ დღეს იყო ჩვეულება იმჟამინდელ ეკლესიაში, ყოველ ეპარქიაში, ამა თუ იმ ადგილობრივი ეკლესიისა, სამღვდელოება თავს იყრიდა თავის ეპისკოპოსთან, ეპარქიის ეპისკოპოსთან კრებაზე და აი ამის მიხედვით გარეგანად ეწოდა ამ დღესასწაულს ეს სახელი, მაგრამ მოგვიანებით რამდენადაც დიდი იყო მნიშვნელობა ამ დღესასწაულისა, ეწოდა მას მართლმადიდებლობის კვირიაკი, ან სხვაგვარად მართლმადიდებლობის ზეიმი, რითაც აღინიშნებოდა მართლმადიდებლობის გამარჯვება, როგორც სწორმყოფარი ღვთისმიერი სწავლებისა, ყველა ჯურის მწვალებლობაზე და განხეთქილებაზე. ეს მოხდა მე-9 საუკუნეში 852 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში აღარ იქნებოდა მე-9 საუკუნის შემდგომ არანაირი არც მწვალებლობა და არც სქიზმა განხეთქილება. არამედ პირველმა შვიდმა მსოფლიო კრებამ მიიღო იმგვარი კანონები, რომლითაც პრაქტიკულად ხილებული იქნა ყველა ეს მწვალებლობანი და დამტკიცებული იქნა მართლმადიდებლური სწავლება, რომლის პირველი სისტემატიზაცია, როგორც გახსოვთ, წმინდა იოანე დამასკელმა მოახდინა. ყველა დანარჩენი მწვალებლობები იყო ძველის გადამღერება. აი, ავიღოთ ისე თანამედროვე მწვალებლობა, როგორიც არის რასელიზმი. რატომღაც გავრცელდა ხალხში უმეცრებით უფრო, რომ ეს არის იეღოველობა. სოდვა ამის თქმა ამათზე. რასელი იყო ვინმე თვალთმაგცი, ფულთმოყვარული ადამიანი შეერთებულ შტატებში, რომელმაც საკუთარ ცოლთანაც კი წააგო სასამართლო პროცესი და დიდი ჯარიმა დააკისრეს მას. ანუ ვერცხლის მოყვარე ადამიანი იყო, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, და მან ჩამოაყალიბა თავისებური სწავლება ბიბლიიდან გამომდინარე თითქოს და რომელსაც დღეს რასელიზმი ეწოდება. სწორი სახელია, იმიტომ რასელიდან მოდის, ეს არც ქრისტესგან მოდის, არც მოციქულიდან, ეს მოდის რასელიდან. რასელიზმი. მეორეც როცა ამბობენ იაღოველები, აქაც შეცდომა ეს რუსული კალკია. ქართულად უფლის ეს სავარაუდო სახელი ჟღერს ამგვარად იაჰვე, მაგრამ ისინი არც იაჰვეს მიმდევრები არიან და არც მოწმეები მით უფრო. და ბოროტის ნამდვილად არიან მოწმეები, იმიტომ რომ უფალმა თავადი წინასწარმეტყველა და მერმე და მერმე მოციქულებმა და წმინდა მამებმა, ვისაც ხარიზმა ჰქონდა წინასწარმეტყველების, რომ ბევრი ქრისტემტყუარი გაჩნდებოდა ქვეყანაზე, ანუ ბევრი სექტა მწვალებლობა განხეთქილება, ერთი მათგანი არის რასელიზმი. ეს რასელიზმი რაღაც ახალი სექტა არ არის, თუნდაც ახალთა საუკუნეთა, უკანასკნელთა საუკუნეთა, არამედ ეს არის გადამღერება ყველა იმ ძველი მწვალებლობებისა, რომელიც მანამდე არსებობდა. ყველა ეს სულიერი ჭუჭყი, რაც ამა თუ იმ მწვალებლობაში იყო, შეიძლება ითქვას, რომ რასელიზმში არის თავმოყრილი. ისინი უარყოფენ ზეღვთისას, როგორც ღმერთს, უარყოფენ სულიწმინდას, როგორც ღმერთს და მე მინდა კითხოთ რა გადარჩა ჩვენი სარწმუნოებიდან. ისინი არიან პირწავართლილი მწვალებლები და ბევრი სხვა ცნობილებანიც აქვს და ესე შემდეგ. ისინი შეიძლება ითქვას, მათი ნამდვილი სახელი არის მცირე კალიბრიანი ანტიქრისტეები. ისინი არიან ანტიქრისტეს წინამორბედები. ანუ თავიანთი სექტანტური, მწვალებლური ღვთისმგმობი მოღვაწეობით, თუ ამას მოღვაწეობა ქვია, საქმიანობით ყოველ შემთხვევაში ისინი გზას უმზადებდნენ ანტიქრისტეს, რომელიც საბოლოოდ ყველა რელიგიას
გააერთიანებს და მდევნელი იქნება პირველ ყოვლისა მართლმადიდებლობისა და თავს იმდენად პატიმოყარე იქნება პათოლოგიურად და ავადმყოფურად, რომ არ დაჟერდება, რომ სოფლიო უმაღლეს ხელისუფლად აღიარებენ, არამედ თავს ღმერთადაც კი გამოაცხადებს. ეს მოხდება ვატიკანში, როცა დაიპყრობს ვატიკანს და ასე შემდეგ. დღესდღეობით პაპიზმის გარშემო ხდება გაერთიანება სხვადასხვა სექტების ეკუმენიზმის სახით, ორნაირი ეკუმენიზმია შიდა და გარე, შიდა ეგრეთ წოდებული ქრისტიანული და გარე ყველა რელიგიების წინამძღვრად და ღმერთად გამოაცხადებს საბოლოო თავს. აი ამას ემსახურება ინტეგრაცია, გლობალიზაცია სარწმუნოების რელიგიის სფეროში, რომელსაც სხვაგვარად ქვია ეკუმენიზმი. არსებობს გარე ამ სოფლიური გლობალიზაცია, რომელიც სახეზე არის და რა პროცესები ახლავს და რა მოაქვს ადამიანებისთვის, თქვენ მაგას შინებულად ხედავთ. თუნდაც აი ამ წლების წინეთ რა ხდებოდა დღეს დედამიწაზე, როცა შეიცვალა ხელისუფლება შეერთებულ შტატებში, როგორი გადაჯგუფებები ხდება, როგორ ცდილობს ევროპამ თავი აიღეროს. ამაზე აგრესიული და ფაშისტური ხელისუფლება, აი მე მღვდელი ვამბობ, არ ვიცი მე თუ ყოფილა დედამიწაზე. ჯერ ერთი აი მათი უსინდისობა, რითაც თავი იმართლეს ახალი ხელისუფლების წინაშე ევროპის ამ ჩინოვნიკებმა, ახალი ამერიკული ხელისუფლების წინაშე, რომ ნუ რა, ისინი ხომ არ იხოცებიან? ვინ იხოცება? უკრაინელები. ამ ომში ერთადერთი ვინც არის საცოდავი და შესაბრალი, ესენი არიან უკრაინელი ადამიანები. უკრაინელები. იგივე ხვედრი უნდა გაგვეზიარებინა ჩვენ მათი ჩანაფიქრით. მაგრამ ეს პატარა საქართველო, ბევრად პატარა უკრაინაზე წინ აღუდგა ამას და მაგრამ აი ხო ხედავთ 30 წელიწადი ამზადებდნენ თავიანთ კადრებს, როგორც იტყვიან ხოლმე მეხუთე კოლონას, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული ფსევდო ღირებულებების სადარაჯოზე. აღარ ვამბობ ფასიანია ეს აგენტობა და გავლენის აგენტობა. ამაზე ბევრი გვისაუბრია, სხვებსაც ბევრი უსაუბროთ, არაერთი გვინახავს და ასე შემდეგ, ამას სიშლეგეს ჯერჯერობით არ აქვს დასასრული. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, ვიცით ადამიანური გამოცდილებიდან. და როგორ იქნება მაგათი დასასრული? აი როგორც ამერიკელი პოეტი ამბობს, ტომას ელიოტი ხშირად გაგვიმეორებია, ასე მთავრდება ეს უთისობელი არა გრიალით, არამედ სლოკონით. დიახ, ასეთებისთვის და ღვთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ როგორ ამზადებდნენ ეკლესიას დაუპირისპირეს, პატრიარქ ცეცილისამე პასკვილები იწერებოდა, ვრცელდებოდა სამღვდელოებაზე, რწმენაზე, კოვიდის დროს თავაზობდნენ კათოლიკური წესით შეგვეცვალა, კათოლიციზმი ჩაგვენაცვლა, იმიტომ რომ ევროპული სარწმუნოება თურმე წარმოდგენ არ აქვს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და რისთვის მოიტანა ქრისტემ ეს მოწყვრება, წარმოდგენ არ აქვს როგორ იქნება წარმოდგენ, როცა ქრისტეს მტრები არიან ბოლოს, მაგრამ მტერი რომ დაამართონ ტრისენა უნდა იცოდეს, ცნობილი ანდაზა ამბობს, ამ გაგებით მაინც იცოდნენ ეს. ეგების ვიღაცამ როგორღაც იცის კიდეს, მაგრამ სრულიად შეგნებულად ებრძვის. არის ასეთი მიმდინარეობებიც უღმერთოებაში, უღმერთო მოძღვრებებში, ერთნი სავსებით უარყოფენ ღმერთის არსებობას, მეორენი აღიარებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენ სატანას ვემორჩილებით. ქრისტე არ გვინდა. არ გვინდა მისი მცნებები. ეს ქრისტიანობა, ქრისტიანული სიყვარული არის სისუსტე. აი ჰოლივუდის ფილმებში ლაიტმოტივი სწორედ ეს არის. იქ არაძალადობა, დათმობა, შენდობა სისუსტეთ არის გამოცხადებული. ეს არის ჰოლივუდური აზროვნება, რომელიც ცოტა ხნის წინ დაისაჯა. თქვენ იცით, არა, როცა ხანძარი გაჩნდა და მერე წყალდიდობა იყო ამას მოხდა. ამაზეც ვითქვამს, აღარას ვითქვით ჯერჯერობით და დღესდღეობით. პირველად საბერძნეთის ეკლესიაში დაწესდა, რომ დიდმარხვის პირველი კვირის ბოლოს კვირიაკე დღეს ეზეიმათ ქრისტიანების მართლმადიდებლობის გამარჯვება ყველა მწვალებლობათა და მერმე განივრცო ბიზანტიის იმპერიიდან სხვა ადგილობრივ ეკლესიებში, მათ შორის საქართველოს ეკლესიაში დაწესდა ეს ტრადიცია ამ დღესასწაულისა. ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში ამ დღესასწაულზე გამოჰქონდათ ყველა ხატები, რომელიც კი მოიპოვებოდა ამა თუ იმ ტაძარში და შუა ტაძარში დაასვენებდნენ არა მარტო ხატები, წმინდა სახარებები, ჯვრები, მოწამეთა ნაწილები, ღირსთა, ღმერთშემოსილთა, წმინდა მამათა და ევლოგიები, ყველაფერი სიწმინდები გამოჰქონდათ, იყო საყოველთაო თაყვანისცემა. ჩვეულებისაებ, ჩვენი უკვე ადგილობრივი ტრადიციის, მაგალითად რუსეთის ეკლესიაში, სერბეთის, ბულგარეთის და სხვა, ასევე ყოველთვის მუდმივად მთელი წლის განმავლობაში დასვენებული არის შუაში ხატი აღდგომისა და ასევე ვისი სახელობითაც არის ეკლესია, ხოლო ამბიონის წინეთ
მარჯვენით ქრისტე მაცხოვრის ხატია და მარცხენით ღვთისმშობელ მარიამისა. ამიტომ დღეს აღდგომის ხატთან ერთად მარჯვნივ და მარცხნივ შესაბამისად იერარქიულად როგორც ეკუთვნის გადავასვენეთ ამ ანალოგიებიდან ამბიონის წინიდან გადავასვენეთ შუა ტაძარში საკულტო თაგვანისცემისთვის. გარდა მაგისა სურს აღვავლინოთ სადღესასწაულო სავედრებელი პარაკლისი. და შევავედროთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ზეციურ წმინდანებს, ზეციურ ძალებს, ანგელოზებს, რომ ბოლომდე დაგვემარხოს მართლმადიდებლური სარწმუნოება, შესდომილი მოაქციოს, დაცემული წამოაყენოს და ძლიერებას ბოროტებას სოფელ სამაშინა, რომელიც იოანე პირით როგორც ამბობს უფალი ეპისტოლეში, ბოროტებასა ზედა არც დაფუძნებული. მაგრამ ნათელი იგი ბნელი იგი ნათელს ამას ვერ ეწევა როგორც მასხვარმა აღვიქვა. მანამდე ერთი რამ კიდევ თქვენ იცით და შეგახსენებთ რომ გულითადი სურვილი გვაქვს გულის მურასი რომ რაც შეიძლება მეტი ხატი დაიწეროს ჩვენს ტაძარში 4 ტაძარი აქვს კომპლექსია ეკლესიის როგორც პატრიარქმა გამოაცხადა ღვთისმშობელ მარიამისა განსაკუთრებულად ცნობილი ხატები აი ღვთისმადლით და სწორედ შეწევნით დავიწყეთ დაუჯდომლების თარგმნა 7 რვა დაუჯდომელი ღვთისმადლით უკვე თარგმნეთ თავით თვისით არც ერთი რა იძალმიც რა თქმა უნდა ამიტომ უსვამ ამას ხაზს და გარდა მაგისა პარალელურად იხატება იწერება წმინდა ხატებიც ასე მაგალითად ყოველთა დედოფალის ხატი დაიწერა და პირველი დაუჯდომელი უკვე გარდავიხადეთ მის წინაშე ჩვენთან არის ტრადიცია 4 შაბათობით დაუჯდომელს აღვვლენთ ამა თუ ჩვენთან ამ კომპლექსში ცნობილ ღვთისმშობლის ხატებს როგორებიც არის პირუკოლისა შენ ხარ ვენახის ხატი მერმე წყვილს ყოფილი ვენახი ასევე ტილი დახშული მაწვევებელი მიმადლებული ზეცა ეხლა იწერება უკვე და თარგმნილი არის მანამდის ბარძიმის შეუსმელი ჩვენ ისიც მოგახსენეთ თუ რატომ იწერება პირველ ყოვლისა ეს ხატები მაგალითად ყოველთა დედოფალის სიმსივნის კურნალია პანტანასა ძალზედ გახშირდა ეს დაავადება განსაკუთრებით დედაკაცებში და არა მარტო ჩერნობილის გამო და ასე შემდეგ მერმე ძალზედ მოედო ქვეყნიერებას ნარკომანია და ლოთობა ბარძიმის შეუსმელი სწორედ ასეთებს კურნავს თუ სარწმუნოებით თუ მოყვასვით თუ თავად მიმართავს და პირველი სასწაულიც ეს მოხდა რომ ყოფილი ჯარისკაცი რომელიც მერმე გალენდა ასე ვთქვათ პენსიაზე რომ გავიდა და იღუპებოდა მოკლედ გამოცხადება ჰქონდა სიზმრებულ ჩვენებაში მიასწავა სხვა ქალაქი ეკლესია კონკრეტულად უგზანა რომ მოეძებნა მისი ხატი ღვთისმშობელი ეჩვენა და განიკურნებოდა ამ ხატი რაც აღასრულა სარწმუნოებითა და მორჩილებით და რა თქმა უნდა მიიღო კურნებას და აი მის მერე საყოველთაოდ ცნობილი გახდა ეს ხატი და უამრავი პირის სახე შეიქმნა მათ შორის იქმნება ფაქტიურად თავდება უკვე ფერებს ასხავს ჩვენი ხატწერი და კიდევ ხედველობაში გვაქვს რომ არაერთი ხატი დაიწერება ასეთი ჩანაფიქრიც გვაქვს რომ აღდგომის ტაძრიდან ქრისტე მაცხოვრისა შედარებით პატარა ზომის ხატები გადასვენდება სხვა დანარჩენ სამ ტაძარში და აღდგომის ტაძარში უმეტესად იქნება აღდგომის ხატი და ღვთისმშობელ მარიამისა მისი ყოვლადწმინდა დედის სხვა სასწაულთმოქმედი ხატის ასლები პირები დარჩება მხოლოდ წმინდა ნიკოლაოს საგვირაუთმოქმედის ხატი ასევე წმინდა გიორგისა მოცულობითაც საკმაოდ დიდი ხატებია ზომით და ასე სპირიტონ ტრიმიტუნტელის და ერთი ან ორი ხატი დანარჩენი ხატები გადანაწილდება სამ ტაძარში და იმ ტაძარში ძირითადში იქნება ეს სასწაულთმოქმედი ხატები ღვთისმშობელ მარიამისა და მორიგეობით იქნება წაკითხული დაუჯდომლები მადლობა ღმერთს არა მარტო და არა იმდენად ამ მრევლიდან სხვა უამრავი მრევლიდან მოდიან მორწმუნეები იღებენ შვებას კურნებას და გარდა მაგისა ტრადიციად იქცა რომ პატარა საუბრებიც იმართება ამ ხატების წინაშე ან ქადაგება და სულითაც და ჯანმრთელობითაც ვფიქრობ სარგებლობას იღებენ ვინც სარწმუნოებით მოვლენად. ასევე ვფიქრობ დავაწეთოთ რადგან ხატი უკვე არსებობს ღვთისმშობელ მარიამისა შემატებაი გონებისაი. ეს ხატი კურნავს უმეტესად ჭკუასუს ადამიანებს, ასევე ბავშვებს სამწუხაროდ, გამრავლად და ასევე ბავშვებში მით უფრო ამ გაურკვეველი აცრების შემდგომ პირველ ყოვლისა გონებრივი შეზღუდულობა, ჩამორჩენილობა. სწორედ ამაირ ავადმყოფებს ავედრებენ ამ ხატთან, ღვთისმშობელ მარიამისა.
ასევე ვისაც უნდა წარმატება ჰქონდეს სწავლა განათლების მიღებაში და ასე შემდეგ. ისე რომ დაუჯდომელიც უკვე არსებობს წლების წინ თარგმნით ჩაერთვება ეს. ამას გარდა მინდა ერთი პატარა ნიშსასწაულზე მოგითხროთ, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მოხდა. და რამაც მე გამაოცა გულახდილად რომ გითხრათ. კერძოდ რა? ერთ-ერთი ბოლო იმ 7 ნათარგმნით დაუჯდომელიდან თარგმნე ეხლა დავიწყე უკვე სხვა დაუჯდომელის თარგმნა ღვთისმშობელი მარიამისა, რომელსაც საკმაოდ ვრცელი სახელი აქვს სხვათა შორის, კერძოდ ასე ითარგმნება ღვთისმშობელი მარიამი მიმართავს ამ ხატიდან. მე მხოლოი ვარ თქვენთანა და ვერვინ წინა აგიგეს ვნებად. ესე იგი მე ვარ თქვენთან და ვერავინ ვნებას ვერ მოგაყენებთ, მარტივად რომ გითარგმნოთ. მოკლედ, როდესაც დავიწყე თარგმნა ამ დაუჯდომელისა, მრევლმა მითხრა იმ დღეებში რომ ჩვენს მორწმუნეს გარდაეცვალა დედა და ლოცვებში რა თქმა უნდა ვიხსენებდი და სურვილი გამიშთა ამერიკა. ის არის ახლა მონოზონი. ადრე მამა გაბრიელმა როცა არ დაიჯერა უბრალოდ რბილად რომ ვთქვათ, მამა გაბრიელმა როცა კოშკში იყო მასთან ჩვენი ლოცვა კურთხევით, უთხრა რომ ტოვებდა საერთოდ შენ დარჩიო, სამონაზმე ხარო. თქვენიც რომ მამა გაბრიელი ყველას არ ტოვებდა მონასტერში. ან ბოლოს და ბოლოს იღუმეს უკვე ტრადიცია გახდა, მოყავდა და ეკითხებოდა, მოვიდა მონასტერში, დავტოვოთ თუ არა და სული წმინდის მადლით ის გრძნობდა ვინ დაეტოვებინა, ვინ არა, ვინ იყო სამონაზმე და ვინ არ იყო სამონაზმე. ისე რომ ზოგს გააბრუნებდა, ზოგს ტოვებდა და ამ ადამიანს პირველივე წუთებში უთხრა რომ ის უნდა დარჩენილი იყო აქ, მაგრამ გაოცდა. გაოგნდა. შეწუხდა კიდეც და ერთგვარად გაბრაზდა. მამა გაბრიელის ამ ნათქვამს, რომელიც აღმოჩნდა წინასწარმეტყველება. ასე იყო თუ ისე იყო, როგორც ითქვა, გამოხდა ხანი და აღიკვეცა მონაზმე. სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდა ცხოვრებაში, სრულიად სხვაგვარი ცხოვრება ჰქონდა. დღეს ის არის სამაჩაბლოში, ახალგორის ეპარქიაში, დედათა მონასტერში, რომელიც მეუფე ისაიას ლოცვა კურთხევით და ამისი დიდი ღვაწლითაც დაარსდა. დედა სალომესი 25 წელიწადია გამოუსვლელია იქიდან, მას შემდეგ რაც რუსებმა დაიპყრეს ჩვენი ეს მიწები. და ესე იგი იმდენად დიდი საშიშროებები იყო მეტადრე, როცა გადაწყვიტა ჩრდილოეთის ხელისუფლებამ სრულიად უკანონო და უზრუნოდ, რა თქმა უნდა, აეროდრომი აეშენებინა და დაახლოებით 6-7 ქართული სოფელი ბიცასთან გაასწორეს. აღარ არსებობს დღეს. მათ შორის ჩვენი დიაკონი მამა გაბრიელი წარმოშობის სწორედ იქიდან არის. ჩემი გვარისანი იქ ბევრი არიან მინდიაშვილები. ერთ სოფელში საერთოდ თითქმის სულ მინდიაშვილები იყვნენ. მიწასთან გაასწორეს, აეროდრომის აგება უნდოდა და ამ მონაზონმა მეუფის კურთხევით ჯვარი აღმართა იქ, რომელსაც ფრთა მოტეხეს. მაგრამ ამის შემდეგ გაჩერდა საქმე. სოფრები მოაოხრეს, მოასწორეს აეროდრომისთვის, მაგრამ ვეღარ აშენებდა. ბოლოს ბრძანება მოვიდა, რომ საერთოდ არ იყო მან საჭირო აეროდრომის და არც იგეგმებოდა თითქოს აგება. მონასტრის მოსპობაც უნდოდათ, ვერ გაბედეს და ვერ მოსპეს. დღემდე არსებობს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ის და ორადორი მონაზონი დატოვა მეუფემ, დედა სალომე, რომელიც პრაქტიკულად წინამძღვარია იმ მონასტრისა და დედა იოანა, რომელიც დღეს მოიხსენე წირვალოცვაში. რატო ყვები ასე გამოწვლილებით? მე უთხარი, მანამდე ორჯერ დავრეკე მეთქი შენთან და ვერ გამოვიდა. თუ არა იღი, არ ვიცი მეთქი, რატო? და ეხლა აი მე მოგიყვები რა საოცრება ხდება მე. მე დავიწყე თარგმნა, უკვე 6-7 თარგმნე დაუჯდომელი, მე მხოლოი ვარ თქვენთან და ვერავინ გაბნებს. როგორც კი ამ დაუჯდომელის თარგმნა დავიწყე და ეგეც არაფერია, იქ არის 12 იკოსი, ჯერ ტროპარი, დაწყებითი ლოცვა მანამდე, ტროპარი, 12 კონდაკი, 12 იკოსი, შემდეგ პირველი იკოსი და კონდაკი მეორდება დასასრულ და სულ ბოლოს მოებმის ლოცვა. კონკრეტულად ღვთისმშობელ მარიამის ამ ხატის წინაშე სათქმელი. როგორც კი მივედი შუა ადგილას, სადაც ეს სიტყვები, რომელიც ზედსახელია ამ ხატისა, რამდენჯერმე მეორდება და როგორც კი დავიწყებ თარგმნა, მე მხოლოი ვარ თქვენთანა და ვერვინ შეუძლოს წინააღმდგომა, თქვენ ზარი გაისმა, რომელიც ვერ გავიდა აქედან, დაირეკა და აი პირდაპირ სასაულია და ასეთი გულისხმა მომეცა მეთქი, რომ ეს ხატი ჩვენთან ეხლა რომ მორჩება ბარძიმის შეუსმელი, უკვე მთავრდება პრაქტიკულად,
კურთხევა უნდა მიმეცა რომ ხო რამდენიმეა დაუზომელთან ეს ამოვარჩიე მე მხოლოი ვარ ეს ხატი ღვთისმშობელს ამოვარჩიე ჩვენთვის უნდა დამეწერა მეთქი ღვთისმადლით როგორც ყველა დანარჩენი ხატები დაიწერება ესეც მაგრამ გულისხმა მომეცა რომ პირველი პირი ამ ხატიდან ასლი თქვენს მონასტერში გამოვაგზავნოთ. თანხები რო გითხრა, ამდენი არ აგვაქვს ახლა ჩვენს მრევლი წირავს და იმით წერთ და იმით უნდა გამოვცეთ ეს დაუზომლები მეთქი, შეწირულობი და ღმერთი გამოაჩენს მეთქი. ისი აგისრულეთ ყველაფერი. გულში ნახსარებაში მოდის ერთი თქვენთაგანი, ჩვენი მრევლი და მეუბნება. თავისით მე არაფერი მithქვას. მამაო, იცით რა, მე მინდა რომ მეც მივიღო მონაწილეობა ხატები რომ მიწერება. გამეღიმა. სასიამოვნო, არ დაგიმალავ. და უთხარი ის რაც თქვენ მოგიყევით ახლა. მე მგონი დღეს უნდა ზიარებული იყო ის წირვაზე დგას თუ არ ვწდები თქვენთან ერთად და მე უთხარი რომ ასე მოხდა და გულში ვიფიქრე მეთქი რომ ღვთისმშობელი მარიამი თავად იზრუნებს როგორ დაიწეროს ეს ასლი იმ მონაზონი რომელიც გმირობას ჩადის შემილია ვთქვა და ის ორი მონაზონი არის აღსარებელი ჩვენი სარწმუნოებისა და ქართველობისა ესეც მინდა ვთქვა და თუ შენი თანხმობა იქნება ამ თანხას მოვახმარ იმ ასლის დაწერას რომელიც ორიგინალთან შედარებით არ იქნება ისეთი ვრცელი და დიდი და სიამოვნებით დამეთანხმა ჩემს შეთავაზებაზე რომ ჩემი სულაც არ იყო ისე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ როგორც ტაძრები ესრეთ ხატები ფრესკები ყველაფერი იწერება ღვთისმადლით პირდაპირ გაგებით ის უბრალოდ აღძრავს ამა თუ იმ ადამიანს ესე იგი რა აღძრა ეს ქალბატონი და სურვილი გაუჩინა დაწერილი ამასობაში მოხდა ეს ნისასაული ამ ხატთან დაკავშირებით და გაჩნდა თანხა სრულიად უმტკივნეულო და ძალდატანების გარეშე ეხლა მეორე კითხვა იბადება როგორ გადავიტანოთ საზღვარზე სადაც არ უშვებენ ღმერთი იზრუნებს კიდევ პატარა მაგალითი დასტურ ამისა მოგიყვეთ თუ გახსოვთ რამოდენიმე წლის წინათ ჩვენი მრევლის ძმა მე მიწვია ყოფილი გუბერნატორი იყო ერთ-ერთი გუბერნიისა რუსეთში ქართველმა რა თქმა უნდა წარმოშობით მიბიწვია და ესე მოსალოცად მოსკოვი და შემოგარენი უამრავი სიწმინდე იმდენი იყო თავიდან ჩაწერვა მინდოდა სადრან ნაწილი ვნახე რომელიც სასაულო იმდენი იყო აზრი არ ქონდა ამის ჩაწერას რაც დამამახსოვრდა და დასასრულ ასე ძალიან დავმეგობრდი დღემდე მეგობრობთ მე და ეს ადამიანი ყოველ ჩემს ვასილი რომ ისმის ეს ის არის ხო და წამოსვლის წინ მითხრა მამაო ესეთი გულისხმა მომცა ღმერთმა რომ წმინდა ნინოს ხატი დავაწერინეო და სანქტ-პეტერბურგში ქართულ ტაძარში უნდა შემეწირა მაგრამ გულმა მითხრა და ეხლა მთავრდება უკვე და მე ეს ხატწერებით ცოლქმარი იყვნენ გამაცნო და გულმა მითხრა რომ საქართველოში გამოგზავნო თქვენ ტაძარში აი იქ აღდგომის ტაძარში საკურთხევლის ჩრდილოეთის კარებთან რომ ხატია წმინდა ნინოსი აი ეს ის ხატია წმინდა ნინოს რომელიც დაწერა მეუფე ზინობი მიტროპოლიტი იყო ალექსანდრე ნეველშიჩდა კათედრა მათ ჰქონდა დროებით კომუნისტების დროს ასგარდაცვლილისა რომელიც რუსეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეუფე ზინობის გამოცხადება ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს როდესაც ლოცულობდა სანქტ-პეტერბურგის გადარჩენისთვის წმინდა ნინო გამოეცხადა და აღუთქვა და წმინდა გიორგი რომ გადარჩებოდა ეს ქალაქი და ამ ომში დამარცხდებოდა ფაშიზმი ასეც მოხდა როგორც მახსოვს გამარჯვებას ადგილი ჰქონდა გიორგობას ესეც არ არის შემთხვევითი და წმინდა ნინოს უკავშირდება იმ ქალაქის განთავისუფლება ასია თუ ისი ამ გადმოცემის ამ წმინდა მამის გამოცხადების საფუძველზე შეიქმნა ეს ხატი ახლა რატო უყვები ამას ყველაფერი ეს ჩაიფიქრა გამანდო დავეთანხმე და დავლოცე მაგრამ როგორ წამოვიღოთ ხატი იმიტომ რომ ძალიან გამკაცრებული იყო ქართველთან დამოკიდებული რამდენიმე თვითმფრინავი რო გამოგზავნეს უკან თქვენ გახსოვთ რა რუსულმა ხელისუფლება განზრახ დემონსტრატიულად ამას გარდა ჩვენ რომ ჩავფრინდით მხოლოდ მე და ჩემი ორი თანხლები მორწმუნე გაგვაჩერეს დიდხანს თითქმის საათნახევარი აეროპორტში ყველა გაუშვი განზრახ რომ გავეღიზიანებინეთ შვიდად წყნარად გადავიტანეთ ეს ყველაფერი და როგორც რომ უნდა წამოსულიყავით მე თუ გაუსვევ ასებს კითხო კი მაგრამ როგორ უნდა გაიტანოთ ეს ხატიო მე ვხარ ასეთი რამეც კი მოგიწვეს მეთქი აქ და ღვთისმადლით მოხდება მეთქი რა არაფერი ისეთი არ იქნება დაბრკოლებული როგორც თქვენ არაფერი გითხოვთ იმ ხატის ჩამოსვა ისი ავედი თვითმფრინავში მანამდე გავიარე შემოწმება ყველაფერი ერთი ხმარა მოუღეთ უბრალოდ ორმა დედაკაცმა
იქ მსახურმა ხელი მიადო და ემთხვია ამ ხაზს. სულ ეს იყო, როცა არაფერს არ ატანდნენ იქიდან. მსგავს მეტადრე ქართველებს. როგორც დაუბრკოლებლად ჩამობრძანდა წმინდა ნინოს ეს ხატი, ასევე დაუბრკოლებლად შებრძანდება ღვთისმშობელი მარიამი, რომ დაიცვას თან რა სიტყვები აქვს, სათაური როგორია ამ ხატის, ეს არის დამაფიქრებელი. მე მხოლო ვარ თქვენთანა და ვერ შეუძლოს ვნება თქვენთან. ჩვენ თუ ვიქნებით ღმერთთან და მის ყოვლადწმინდა დედასთან, ჭეშმარიტად ვერავინ წინ აღვიდგება და ჩვენთან ბრძოლა ღვთისმშობელთან დაპირისპირებაა. ამას ვამბობ მე ჩრდილოეთის დათვის გასაგონათას და დასავლეთის მელაკუდასი. ჩვენ ბევრი გვებრძოლდნენ. ზოგი მათგანი საერთოდ აღარ არსებობს. არათუ იმპერიები მყარიანები არიან და ასე შემდეგ. ილარიონ ქართველის ცხოვრებიდანაც მოვიმარჯვე. როდესაც ერთხელაც საბერძნეთში რა ჩავიდა და დაუთმო თავისი უმაქნისი სენაკი მიტოვებული ბერძენმა მამამ და შემდეგ აღმოჩნდა რომ ხალხი დაეწაფა მის მოძღვრებას ილარიონ ქართველი ყველა მისკენ მიდიოდა და შეშურდა რომ მიატოვეს ეს ბერძენი და მიაშურეს ქართველს გაუგზავნა ჯერ მორჩილი მე თვითონაც განრისხებული მივიდა არგნეთ ჯოხით რომ გაეგდო იქიდან როცა გადაწყვიტა ეს იმ ღამეს ღვთისმშობელი მარიამი გამოეცხადა და უთხრა განარიციო საბრალო რომ მაგერიშვილებთან მაგ მოდგმასთან ბრძოლა ქართველებთან იბერიელებთან შემთან წინააღმდგომაა და თუ ასეთი შუამავალი დაკარგე ღვთის წინაშე როგორ გადარჩები შეშინებული მივიდა მეორე დღეს მაგრამ მუხლებში ჩაუვარდა შენდობას თხოვა და შეევედრა პირიქით რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო ზრდილობისთვის დარჩა ცოტა ხნით ილარიონი მერე დატოვა ეს აი ესე იქნება ჩვენ შემთხვევაში როგორ მამაო რას წარმოადგენს საქართველო ამხელა იმპერია ახედა მთელი ევროპა და ეს უპირისპირდება მე მოგიყვანეთ მაგალითები ორი დეკადაგების წინ დავითის ახალგაზრდა იყო ჩვენი სახელოვანი ვახტანგ გორგაცალის მაგრამ ჭაბუკებმა დაამარცხეს გოლიათები რატო? იმიტომ რომ ღმერთი იყო მათთან გარდა მაგისა მადლობა უფალს რომ არა ქართველი არამედ რუსი მამის წინასწარმეტყველება არსებობს მურუმელი მამის დადგება დრო როცა ამბობს ის თავის რუსეთზე დიდი რუსეთი პატარა საქართველოს მუხლებზე დაუდგება და პატიებას თხოვს ყველა იმ ბოროტებისთვის რაც შეამთხვია ეხლა რაც შეეხება დასავლეთ ევროპას დღეს რომ გაცხარებულია და ჩვენი თუნა დაიწყოს თავისი ღირსების ჩვენება ამერიკის წინაშე და ასე შემდეგ ნუ სხვა რა ნახა ყველაზე პატარა გონია საქართველოს არა ჩვენი ისტორია უნდა იცოდნენ მაგათ ჩვენ არა თუ ჩვენ პურისკი ისეთი შევქმნით ხორბალი თელი ლაშქარი რომ გადაივლიდა ისე ფეხზე დგებოდა და პურდებოდა იმით ქართველი მეომარი და ქართველი კაცი თავთავიც კი გვაქვს ასეთი არა თუ გენში გვაქვს ჩვენი გენები არის უძველესი ბიბლიური მოდგმა ვართ ჩვენ არ ვაჭარბებ გადაშალეთ წმინდა წერილი და პირველი თობალი და ეს ყველანი მოშოქი და ეს მესხი და ეს ქართველები არიან ქართველური ტომებია ეხლა ამის დასტურ შეიძლება ძალიან სითამამე გამომდის და თვით დაჭირებულა მაგრამ რატომ ფაქტია აგერ რამოდენიმე წლის წინ შემოგთავაზეს გამოკვლევა ჩვენი გენების და მათ შორის მე შემომთავაზეს პირადად ნუ დამაინტერესა არ დაგიმალავთ და რამდენი ხნის არის ჩვენი გენი ჩემი პირადად როგორც მითხრეს და დამიწერეს 40-50 საუკუნის სად იყო მაშინ ამერიკა ერთი გამაგებინეთ თერთ არსებობდა ეგეთი კი არსებობდა კონტინენტი მაგრამ ეს ამერიკელები თუ იყვნენ იქ 300 წლის არ აქვს სულ სახელმწიფო ევროპას დასავლეთ ევროპის ნაწილი წარმომავლობით გენეტიკურად ჩვენთან ძალიან ახლო არის ახლა აღარ მოვყვები კონკრეტულ მაგალითებს რომ ნაპოლეონი იყო კორსიკელი ქართველი გენეტიკურად წარმოშობით და მრავალიცა სხვა თუნდაც იგივე რუსეთი იოსებ ჯუღაშვილი და პეტრე დიდი ქართველები იყვნენ რომელსაც იმპერია შეუქმნეს რუსებს და დღეს საქართველოს რქენენ ჩვენთან ბრძოლა და კამათი ძალიან ადვილია მაგრამ ჭეშმარიტებასთან შეუძლებელი თქვენ გქონდეთ ახლა ქოლგა უნდა გაშალონ არა ფრანგული ქოლგა ევროპაზე თქვენ გქონდეთ თერმობირთული ქოლგების იმედი და ჩვენ გვექნება ბოლომდე ღვთისა და მისი ყოვლადწმიდა დედის იმედი და ჩვენი დიდი წინაპრებისა აბა ვნახოთ მადლობა ღმერთს რომ არსებობს წინასწარმეტყველება ეს ქადილი არ არის სარიელი
არა ქართველი მამების, ბერძნების, რუსების და სხვათა წინასწარმეტყველება უკანასკნელ და ბასილიდისა ღვთისმშობლის მიძინებაში უკანასკნელს და შამს შენი წილხვედი ქვეყანა გაბრწყინდეს. ეს იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, ყველა იმ საზარელი მოვლენებიდან, რასაც დედამიწაზე ადგილი ექნება, რომელიც დაწყებული არის პრაქტიკულად, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ერთი წეგანა თქვი სიტყვა შევწყვიტე, რით იქებენ თავს ევროპელები, რომ ჩვენ მხოლოდ იარაღს ვაწვდით, ანუ უკრაინელები არიან საზარბაზნე ხორცი, იგივე უნდა ჩვენთვის. აი რატო არიან გაბოროტებული ჩვენს? არ გამოუვიდათ ჩვენთან. არც ეგონათ ამ ხელა წინააღმდეგობა, იმიტომ რომ უკრაინა ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა. და 30 მილიონზე მეტი არის მოსახლე. იყო ეხლა რაღა არის? ბეღურები ვითხოვცავენ. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და 1,5 მილიონი ბოლო სტატისტიკით გასულია ქართველი საქართველოსთან. და ეგონათ რომ ადვილად გადაქელავდნენ. შეძლეს ვერსეგენი შეძლებენ ევროპელი დიქტატორები. სხვას ეძახიან, ვინც მათ ნებას არ ასრულებს. ეს თვალთმაცები, ცუღლუტები, სოფისტები. და ვერც ეს მოღალატე ნაწილი ჩვენი ერისა. ღმერთმა ყველას ამ ქართველებს სინანული მისცეს. რაში ყიდიან საქართველოს სარწმუნოებას, ეკლესიას და ბოლოს საკუთარი სულის ხონებას. ერთადერთი რაც მოსწონთ ევროპაში, ეს არის ნებიერი კომფორტული ცხოვრება, რომელიც თვითონ თავად არ შეუქმნიათ, ეს მინდა გითხრათ. და მაგათ უკვე ესეთი პროცესები იწყება ევროპაში, ამ პარაზიტებს ყველას გამოყრიან იქიდან. ისე გაუჭირდებათ, რომ ამათი ჩენის თავი არ ექნებათ. იმიტომ რომ ისეთი შედეგები მოიმკეს, როცა უკონტროლოდ შეუშვეს აფროაზიული მოდგმა, აი რას აკეთებენ, ესე იგი, ნახეთ კადრები თუნდაც, აი ვთქვათ გერმანიის ერთ-ერთი ცნობილი ქალაქია. ქალს აუპატიურებენ არაბთა ჯგუფი. წივის, კივის, საშვილად გერმანელი კაცები გამოვლენ უყურებენ. ნუ არ მეკვეს ამათი რა, ესე დაცვეთანებული მამაკაცები არიან. რადგინაც ლუდის ბარები აქვთ მამათმავლებს. ანეკდოტურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილე ერთ-ერთმა მომითრო, ჩემმა ახლობელმა ნაცნობმა წეს აგებაზე ვიყავი, მე რომ მოვდიოდი ზაში საუბრობდი და ესეთი რამ მითხრა, რომ ჩემმა მეგობარმა, აი ვისაც წესი აუგე, იმან დამპატიჟა გერმანიაში ცხოვრობენ ესენი დროებით და სამუშაოდ იყო წასული და იცის რომ ლუდი ძალიან მეყვარს, ნუ შევედი ერთბაში კაცო, ხედავ კაცი კაცეს ის, უღრზეს ის. ლოყაზე ეფერება, ბაგეზე კოცს, ბაგე ტუს ვერ ვამბობ სიცვილის გამო. გამეკვირდა აქსად მომეყვანეო, ჩაიფრუტუნა და არაფერი არ უთქვია აპტეკი და მერე სხვაგან წამეყო. 3 თუ 4 ლუთხანა მოიარეს და ყველგან ერთი სურათი იყო და ვინ არიან სად მომეყვანა? მამათმავლების ლუთხანებია. იმდენი არიან უკვე. იგივე უნდა თაკ. და რას გვიკიჟინებენ? გახდით მამათმავლები, გახდით ლესბოსელები, გახდით ტრანსგენდერები. თქვენი იყო სექსიკეთე. ეს დასავლური სიდამბლე. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენთვის სათაყვანებელი და ძვირფასი არის, ვისაც ჯერ კიდევ ქართველობა ქვია, მამული, ჩვენი მრავალტანჯული, ენა უმდიდრესი და უღრმესი, აგერ ინგლისელები მეცნიერი გამოიკვლიეს და ძირი ენა არის იბერთა ენაო. სვამ უნდა გითხრას ეგა? გუშინ რუსდებოდი, დღეს ლიყიანების ენას ეწარფები და ქართულს ივიწყებ და ანაგვიანებ ათასი შარგონებით და ახალ-ახალი წარმონაქმნი უცხოურის სიტყვებით. საჭიროება არ არის ამაზე, ამისი. და მესამე ჩვენი სარწმუნოება. ყველაზე ძვირფასი. მსოფლიო მამა და მასწავლებელი ივანე ოქროპირი ამბობს. ყველაფერი რომ მოგეკვეთოს, ცოლი, ჩვილის და ასე შემდეგ. თუნდაც სული, რომელიც ყველაზე ტკბილია, 10 მაგად და 100 მაგად მიიღებ უფალთან, თუ რწმენას შეინარჩუნებ. და სწორედ ამ საიდუმლოებამ ჩვენი ჭეშმარიტი რწმენის დამარხვა, შენახვა მოგვიყვანა დღემდის. ლომებს ვებრძოდით, გადაშენდნენ. ქართველობა დარჩა და დღეს ტურები გვჭამენ, რომელსაც სახელმწიფოც კი არ აქვს 300 წლისა და აღარ მინდა თქვა რას მიისწრაფით ამ ევროპისკენ. ერთი მინდა გითხრათ რა, კითხოთ. ეს არის არათუ არაქრისტიანული, ეს არის ანტიქრისტიანული კონტინენტი, შეიძლება დღეს ითქვას ხო. სახელმწიფოთა გაერთიანება, თავისი დევიზებით და ღვთისმებრძოლი სწავლებებით. მაგრამ მე ხო ვიცი, ის საერთოდ არ გაინტერესებთ რა თქმა უნდა. ათეისტები ახაც გახდით თქვენ ასეთები. თქვენ გინდათ კომფორტული ცხოვრება. როგორ არის გალაქტიონს აქ? თქვენ გენატრებათ ლოჯა პარტერი, თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდელი. აი დაახლოებით ეს ტალღაზია დღეს ქართველების ეს ნაწილი. ჯერ ერთი რად გინდა ეხლა გამოგიქვეყნეს უკვე რამდენს გაძლევენ დღეღამეში.
ასოციო არა ეს რუსეთის დაზვერვა, თუმცა რუსეთის დაზვერვა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაზვერვაა მსოფლიოში. შენ რომ მიცოდე. და ამას თვითონ უცხოელები აღიარებენ. მეორეს, კაი, რუსული ყველაფერი თუ სიმართლეს, კეთილი. ამერიკელი, საქსი, ცნობილი პოლიტოლოგი, ეკონომისტი და ასე შემდეგ, რომელსაც შოქში ჩააგდო თავისი გამოსვლით რამოდენიმე დღის წინ ევროკავშირი, სტრასბურგში. აი ეს ამბობს, რომ დიახ, ფერადი რევოლუციები ხდება დასავლური დაფინანსებით. ახალი ამბავი ხა. რატო აღიზიანებთ კანონს, რომელსაც რუსული უსაფუძვლოდ უწოდეს, რომელიც ამ ხელს, რომ ისინი უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებებს, რათა უცხოური ინტერესები გაატარონ საკუთარ ქვეყანაში. თუ მართალი ხარ, რატო ღიზიანდები? უთხარი, რომ ბიძია სემა მოგცა მაგალითად, ეხლა რაღა გითხრათ. შველიძე ქვია, თუ ვინ არის ბომბურა როელი. პირდაპირ გამოდის, აღარც კი ცხენიათ რა, და თავის იმას რას ამბობს. აი ხო თქვაო ევროპის ხელისუფლებამ, რომ ხელისუფლებისთვის უნდა გადაგვეცათ ადგილობრივიო საქართველოსი 50 მილიონი ევრო, აღარ გადავცემთ და ამით მასმედიას, ანუ ლიბერალურ გაზეთებს, გამოცემებს, ტელევიზიებს დავაფინანსებთ და აი მოძრაობასო. რატომ არ გვაძლევენო? იმდენად უნამუსო, რომ ხმამაღლა ამას აცხადებს თვითონ. ანუ ამბობს იმას, რაზეც ამბობენ სხვები, რომ არა ის ასე არ არის. რატო უნდა ამას ბევრი ლაპარაკი? ესენი არიან ვერცხლის მოყვარენები, ფულზე გაყიდული საცუდავი ადამიანები. მებრალებიან კიდევ უფრო იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. ასე ქვიათ ყოველ შემთხვევაში. უარესი დღეები გადაგვიტანია. ჩვენ არაბობაც გადავიტანეთ, ხშირად მეთქოს. მონღოლობაც, დიდ თურქობაც და რუსობაც. და ღვთის მადლით ცოცხალი გამოვედით. მართალია დაგვინაწევრეს სამშობლო, მაგრამ როგორც მამა გაბრიელი კარგად ამბობდა და წინასწარმეტყველებად ჯერ კიდევ სიცოცხლეში და შემდგომად მიცვალებისა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღდგება საქართველო და ეს მოხდება მაშინ, როცა ქართველობას ეყოლება მირონცხებული მართლმადიდებელი მეფე. აქ იქნება ქართველი მეფე, რუსეთშიც იქნება ქართველი მეფე, დედით ბაგრატიონი და კარგად დაიმახსოვრეთ ეგ. რა ვიცი, თუ საიდუმლოება, რაღაც საიდუმლოება გეუბნებით თქვენ და მის სიყვარულის გამო. პირადად მე ვიცნობ ერთ-ერთ პირდაპირ შთამომავალს რომანოვების დედით ბაგრატიონს. დედის მხრიდან. ყველაფერი ღვთის ხელში არის. ეხლა თქვენ ამ რატო არ აცხადეთ, რატო არ საჭიროა? როგორ აღიქვა? მას მტრობის, შეურაცხყოფის, სილის წამების გარდა არაფერი არ იქნება საქართველოში. რა საჭიროა? რუსეთშიაც მაგალითად ალტაის მთებიდან გამოჩნდება იქ მათი მეფე, სრულიად მოულოდნელი მხრიდან. აი აქაც არის გადაწყვეტილება, რომ ბაგრატიონი უნდა აღზარდოთ აქ. ეს არის ადამიანური ცდილობები. ღვთისგან ასე არ ხდება. ის გამოჩნდება მაშინ, როდესაც უფლის დიდი სიბრძნე, რომელიც ამზადებს მას, აქაც და იქაც, როცა ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ საერთოდ გვესმის რა არის მონარქია. პირველი გაელვებები იყო რაღაც მონარქიაზე ლაპარაკდნენ წლების წინ და ახლა 15-20 წლის წინ გახსოვთ როგორი რეაქცია მოყავდა, ბატონყმობას აბრუნებთ, რა თქვი, მონარქია, მეფობა გონებ, ბატონყმობა. მე და ზვიად გამსახურდია, ამაზე ფიქრობდით და გვინდოდა საქმე გვექცია. უბრალოდ არ დასალდა ეროვნულ ხელისუფლებას. ერთ-ერთი ბოლო საუბარია მის კაბინეტში ქონდა სწორედ მონარქიის შესახებ, რომ ბოლოს შევთავაზეთ, რომ კონსტიტუციური მონარქია უნდა აღმდგარიყო საქართველოს. ჯერეთი საფუძვლები უნდა მოგვემზადებინა, ხალხი განგვენათლებინა ამ თვალსაზრისით და ასე მოგვიანებით იგივე კურთხევა გასცა კათოლიკოს პატრიარქმა, როცა აღარ იყო ზვიადი ცოცხლებში. ქართველების დამსახურებით, რა თქმა უნდა. და არც მერაბი. მაგრამ ეს აზრი არსებობდა და ეს აზრი, როცა მოვა დრო, თავის ხორჩესხმას იპოვეს. დღეს მინდა პარაკლისი გადავიხადოთ, საერთოდ არის როგორი წესი მართლმადიდებლობის ზეიმზე. ყოველ ეპარქიაში, რომელსაც შულისმიერი მღვდელმთავარი მართავს, წირვის ბოლოს განსაკუთრებული წესი და განგება სრულდებოდა წირვის დასასრულ. რა დროსაც ეს სიწმინდეები გამოჰქონდა საყოველთაო თაყვანისცემისთვის,
გარკვეული ლოცვები ითქმოდა და ამას გარდა მღვდელთავართა მიერ ხდებოდა შეჩვენება ყველა მწვალებლობისა. ყურადღება მიაქცეთ, არა მწვალებლებისა ადამიანებს, რომ შეცდომილობაში არა, მწვალებლობებისა. თქვენ როგორც უყურებთ, არც აქ და არც სხვაგან ეს წესი აღარ სრულდება. რაც არასწორია. მე არა მაქვს ამის უფლებად, მე შევასრულებდი. რადგან მღვდელი ვარ, ეს მე არ მეკუთვნის, ეს მღვდელთავარმა უნდა აღასრულოს თავის ეპარქიაში. დაადგება ის დროს, როცა ყველა ეპარქიაში, ისე როგორც საპატრიარქო ტაძარში შეჩვენებული იქნებიან ყველა მწვალებლობანი და უნდა გავარჩიოთ მწვალებელი ადამიანი და მწვალებლობა. ადამიანი ვიდრე ცოცხალია, ამ ცდომილებაშია თუ სხვა ცდომილებაში, ჯერ კიდევ იმედი არის და დრო და შამი და მადლი რომ მოაქციოს ღმერთმა. ამიტომ არავინ არ უნდა განვიკითხოთ, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელი უნდა იყოს მწვალებლობა. დღეს კერძოდ მინდა იესო ტკბილის პარაკლისი აღოვლინოთ, რაც ჩემ ხელმწიფებაშია პატარა სამღვდელო ძალაუფლებაში და ღვთისმშობელ მარიამის პარაკლისი მცირე სადღესასწაულო არის ორნაირი. ერთი გასასწელების დროს გარდაიხდება, მეორე დღესასწაულის პარაკლისს გადავიხდით. კერძოდ ივერიის ღვთისმშობელ მარიამის პარაკლისი. მის ტროპარს იგალობებენ, კურთხევა უკვე მიიღეს. აგერ ორიოდე დისინ ვიყავი სამთავროს მონასტერში და დედებმა მაჩუქეს ორიოდე წიგნი და მათ შორის ივერიის ღვთისმშობელი, რომელიც არის სამთავროში. ერთ-ერთი ასლი არის ამ ხატის, ძალიან თბილი ხატია, სასწაულთმოქმედია. რევოლუციის დაწყება საქართველოში, ხელისუფლების დამხობა და ის ამ ხატის მიერ იქნა ნაწინასწარმეტყველი. აი ეს მცირე ასლია, ამ ხატის წინაშე მინდა დაგისვენოთ, ბოლოს ტრადიცია გვაძლევს ამის საშუალებას და შევავედროთ ივერიის ღვთისმშობელს, რომელთანაც არა მარტო საქართველოს ბედიღმალია დაკავშირებული და ბოლო ჟამი, არამედ სულია დედამიწისა. თქვენ იცით როგორი ნიშსასწაულები ხდება ამ ხატის წინაშე. როცა დიდი რაღაც კატაკლიზმებია მოსალოდნელი, როგორ არაბუნებრივად იწყებს ქართველი ბერის ბენედიქტე ბარკალაიას შეწირული კანდელი არაბუნებრივ მოძრაობებს იწყებს. აუხსნელია ადამიანურად. ეს არის მინიშნება იმ კატასტროფებზე, წინასწარმეტყველება, რაც არც თუ დიდი ხნის შემდეგ ხდება სულიად დედამიწაზე. ამ ხატის მადლი ფარავდეს ჩვენს პატარა მრავალჭირნახულ საქართველოს ერსა ქართველთასა და ჩვენს პატარა სამრევლოს სახელითა მამისაითა, დაძისაითა და სულისა წმინდისაითა. ამენ. ერთი ორ სახეზე ღიმილმა გადაუარა, ბუნებით არა ვარ ეჭვიანი, მაგრამ დაკვირვებული გახლავართ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პატარა მღვდლის დალოცვა, ამ პატარა ხატით რა უნდა მოგვიტანოს ჩვენ, მას ჟამსა შინა გეგონათ სრულდებოდა რა საუბარი, თქვენ გამოგრძელდება საყვარელი. თვალებზე გაწერია ბევრი რამე. ერთ-ერთ ქალაქში იყო ძალიან დიდი გვალვები და შემოგარენ სოფლებში. ისე რომ მალე შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა ბევრს. პატრიარქი, სამღვდელოება, მორწმუნებრეული ლიტანიობით მიმოდიოდა ქალაქებში, ტაძრების გარშემო, უდაბნოებში და პარაკლისებს იხდა, ღმერთ შენდობას თხოვდა, რომ წვიმა მოევლინა, ევედრებოდა. და აი პატრიარქს ეპისკოპოს გამოცხადების დროს დილსა შორის ესმის გლოსოლალიით. მამო, უწმინდესო მამაო, რომ წამოდგებით, პირუყოვლის ამიდი ქალაქის ამადამკართა რამდენი კარი ქონდა. იქ შემოვა ერთი მოხუცებული, გუდურა ექნება შეშიც მოკიდებული და მაგას თხოვე რომ ილოცოს ამ ქალაქისა და ყოველი სოფლისთვისო. ურჩობას როგორ გაბედავდა ღვთისმოსავი ეპისკოპოსი იყო, როგორც კი გამოეყვიდა თვალები ღია დარჩა უпроსტობთ ამ სიზმარს, სასწრაფოდ შეიმოსა, გაიყოლა თანა სამღვდელონი და მიაშურა ამ კარებს და დაელოდენ, ვინ შემოვა? მართლაც გათენებისას დილის 4-5 საათზე ვიღაც მოხუცებული მოდის, გუდურა აქვს შემოკიდებული. გააჩერა ეპისკოპოსმა, რომ დაინახა ეპისკოპოსი, დავარდა მუხლებში დაემხო ეპისკოპოსისა, მოხუცებულია კურთხევა აიღო და წამოდექი შვილო და მითხარი ვინ ახარ და ასე დილადრიან საიდან მოდიხარ. მე ესა და ეს ვარ შენი მონაო. ყოველდღიურად დილით ადრე ვდგები 3-4 საათზე გავდივარ ტყეში ვკაფა მოვდივარ მე იმას ვყიდი იმით თავს ვერჩენ და პატარა გლახაკებსაც მოწყალებას ვაძლევ და ნაწილს ვითომ სული ვიყიდო ამ გავალესინო და ასე შემდეგ. სულ ეს არის რამე განსაკუთრებული ღვაწლი და სათნოება არა მაქვსო და მაშინ გაუმხილა ღმერთმა მითხრა რომ შენ უნდა ილოცო ჩვენთვის ყველასთვისო. თავიდან მორიდებით ბოდიში მოუხადა მე ვინ ვარო, მაგრამ ურჩობას ვერ გავბედავო. დაემხო მუხლებზე
აღაფყრა ზეცად ხელები და სიტყვები 2-3 სიტყვა ჰქონდა მხოლოდ ნათქვამი უფლის მიმართ თავს ხმაწვიმა წამოვიდა დაალტო მთელი ქალაქი და სოფელი ასე და ამგვარად გადაურჩენ ლოცვას მამაო როგორ ხიბლში ხარ რა გაუქრა ვეღარ ავდივარ თქვენი კითხვებზე პასუხის გაცემას და სკეპსისზე მამაო ეხლა და დავიჯერო ისეთი ძალა აქვს შენს ლოცვას ჩემს ლოცვას კი არა უფალმა გითხრა საყვარელო სადაც 2 და 3 თუნდაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრიბება შორის მაცა ვარ ძალა ეს უფალსა აქვს ჩვენ რა უნდა გქონდეს რწმენა მადლობა ღმერთს ეგები მაქვს კიდეც რწმენა ბოლოს და ბოლოს პავლეს სიტყვებს მოვიშველებ ფაქტია მღვდელია სახეზია როგორც სიტყვიან ფიქრობ ჩემზედაც მადლია აი ამ მოდლობის მადლით ჩემ სულიერ ძმებთან იოანესთან და გიორგისთან თქვენს სარწმუნოებასთან ერთად მიმართავ სწორედ უფალ ღმერთს და ღვთისმშობელ მარიამს რომლის არის დიდება მისგან ხორჩესხმულისა თანა მამით და სული წმინდით აზდა უკუნისამდე ამენ